გიფიქრია თუ არა რატომ იძვრის დედამიწის ქერქი? რატომ ჩნდებიან მთები, ვულკანები და მიწისძვრები? პასუხი ერთ საიდუმლოშია, ტექტონიკურ ფილებში. ტექტონიკური ფილების თეორია მხოლოდ მე-20 საუკუნეში დამკვიდრდა. მანამდე მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, რატომ ემსგავსებოდა აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სანაპიროები ერთმანეთს. ადრეულ 1960-იან წლებში ფილების ტექტონიკის თეორიის წარმოშობამ დედამიწის მეცნიერებებში რევოლუცია დაიწყო. მას მერე მეცნიერებმა დახვეწეს და დაადასტურეს ეს თეორია და ახლა უკეთ გვესმის ფილების ტექტონიკის პროცესებმა როგორ მისცეს ფორმა ჩვენს დედამიწას. ჩვენ დღეს უკვე ვიცით, რომ პირდაპირ თუ ირიბად ფილების ტექტონიკა გავლენას ახდენს თითქმის ყველა გეოლოგიურ პროცესზე, წარსულსა თუ აწმყოში. იმის გააზრებამ, რომ დედამიწის ზედაპირი მუდმივად გადაადგილდება, დედამიწის ჩვენეული აღქმა ძირეულად შეცვალა. ადამიანები ფილების ტექტონიკურ ძალებსა და მათ შედეგებს გარდაულად შეიგრძნობენ. მიწისძვრა ან ვულკანური ამოფრქვევა ენერგიის ისეთ გამოთავისუფლებას აძლევს ბიძგს, რომლის მსგავსის გენერირების უნარი ჩვენ არ გაგვაჩნია. ფილების ტექტონიკის პროცესებზე კონტროლი არ შეგვიძლია, თუმცა ამ პროცესებიდან ბევრს ვსწავლობთ. რაც უფრო მეტი გვეცოდინება ამ პროცესების შესახებ, უფრო მეტად დავაფასებთ ჩვენი დედამიწის გრანდიოზულობას და მშვენიერებას, ასევე იმასაც გავაცნიბიერებთ ამ გასაოცარ ძალას ზოგჯერ რამდენად სასტიკი გამოვლინებები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფილების ტექტონიკის ზოგადი იდეა დღეს ფართოდ არის მიღებული, ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ გამოწვევა და დილემაა მეცნიერებისთვის. დედამიწის მეცნიერების რევოლუცია, რომელიც ამ თეორიით დაიწყო, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. გეოლოგიაში ფილამყარი ქანების დიდმაგარ ფენას ნიშნავს. სიტყვა ტექტონიკა ბერძნული წარმოშობისაა და აგებას ნიშნავს. ამ ორი სიტყვის შეერთებით ვღებულობთ ათობით ან უფრო მეტ დიდ და პატარა ფილას, რომელიც ურთიერთდამოკიდებულებით მოძრაობს და იმყოფება უფრო ცხელი და უფრო მოძრავი მასალის ზემოთ. ფილების ტექტონიკის თეორიის გამოჩენამდე ბევრ ადამიანს უკვე სჯეროდა კიდეც, რომ დღევანდელი კონტინენტები მანამდე არსებული უფრო დიდ კონტინენტების, სუპერკონტინენტების, ფრაგმენტირებული ნაწილებია. ამ თეორიის მიხედვით, დედამიწის ზედაპირი ფილებისგანაა აგებული. კონტინენტური დრეიფის თეორიის მიხედვით, სუპერკონტინენტმა პანგეამ დაშლა 225-200 მილიონი წლის წინ დაიწყო და საბოლოოდ ამ დაშლისგან დღევანდელი კონტინენტები მივიღეთ. დედამიწის ლითოსფერო, ქერქი და ზედა მანტია დაყოფილია დაახლოებით 15 დიდ და რამდენიმე პატარა ფილად. ისინი გადახურებული მანტიის კონვექციური დინებების წყალობით გადაადგილდებიან. კონვერგენცია, შეჯახება, მთები, მიწისძვრები. დივერგენცია, დაშორება, ოკეანის ქერქის წარმოქმნა. ტრანსფორმაცია, სრიალი, მიწისძვრა, მაგალითად სან-ანდრეასის გარღვევაში. ჰიმალაის მთები, ინდოეთის ფილა, ევრაზია. იაპონიის ვულკანები, ფილათა საზღვრები. ატლანტის ოკეანის შუა ქედი, ფილების დაშორება. ტექტონიკური ფილები, ეს არის დედამიწის სიცოცხლის ძრავი. მათი მოძრაობის გარეშე არიარსებებდა მთები, ვულკანები და კონტინენტები. ყოველი მიწისძვრა და ყოველი ვულკანური ამოფრქვევა გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა ცოცხალია. გამოიწერე გეოკორი, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს გაიგოს ჩვენი პლანეტის როგორც ცოცხალი ორგანიზმის არსებობა.